სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალონიძე. დილამშვიდობის მამა გიორგი, დაგლოცეთ. დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. მამა გიორგი, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც არის ტაძარი და ღვთისმსახურება. თავდაპირველად, რა თქმა უნდა გკითხოთ თუ რა არის ტაძარი და როგორი არის მისი გენეზისი და განვითარება. დიახ. ტაძარი მოგეხსენებათ გახლავთ სივრცე, სადაც ღვთისმსახურება აღესრულება და რომ გავიგოთ თქვათ ტაძრის არსი აუცილებლად უნდა დავაკავშიროთ ამ თემასთან მსხვერპლ შეწირვა, ვინაიდან და რადგანაც თანამედროვე ლიტურგიული პრაქტიკის შესაბამისად და თანახმად ტაძარი არის საგანგებო ნაგებობა, სადაც რა თქმა უნდა აღესრულება ღვთისმსახურების სხვადასხვა სახეები, მაგრამ ამ მსახურებათა შორის უპირატესია უსისხლო შეწირვა. ანუ წირვა, რასაც ჩვენ დღეს წირვას ვეძახით, ლიტურგია ბერძნულად. თუმცა ამ აქამდე ტაძარმა ძალიან დიდი გზა განლო, ჩვენ ვახსენებთ მსხვერპლი, ანუ ფაქტობრივად ტაძარი განიხილებოდა და დღესაც ასეა, განიხილება მსხვერპლშეწირვის ალაგად, ანუ ის ადგილი, სადაც მსხვერპლი შეიწირება, თუმცა ამ მსხვერპლშეწირვის სახე სხვა იყო მაგალითად ძველ აღთქმაში და სხვა იყო ახალ აღთქმაში. ხო, პირველი მსხვერპლშეწირვა ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამი და ევა ღმერთმა გამოაძევა სამოთხიდან და იქ არის დაწერილი, რომ ღმერთმა მათ შეუქმნა ტყავის სამოსელი და როდესაც ბასილი დიდი თავის ჰომილიები 6 დღისათვის განმარტავს შესაბამის მუხტის ბრძანებს, რომ აქ აღესრულა პირველი მსხვერპლშეწირვა, ვინაიდან ამბობს ის, რომ მოგეხსენება თქვენ, რომ ცხოველი ეს არის მკვდარი, უკაცრავად ტყავი ეს გახლავთ მკვდარი ცხოველის გარეკანი და შესაბამისად აქ მსხვერპლშეწირვა აღესრულა და შემდგომ ამისა შეიმოსენ ისინი ტყავის სამოსლით, რომელსაც ყოფითი და ასევე სახესმეტყველებითი დატვირთვაც ჰქონდა, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ამას არ ვეხებით. ამის შემდგომ ნებისმიერი მსხვერპლშეწირვა, რომელიც აღესრულებოდა ძველ აღთქმაში, ცალსახად და არის დაწერილი, რომ ეს მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა გარკვეულ ალაგს, ანუ გარკვეული ადგილი იყო, მიზბეხ, ესე გამოითქმოდა ებრაულად, რაც ქართული თარგმანით ნიშნავს საკლავ ადგილს. ანუ ეს იყო ადგილი, სადაც კლავდნენ პირუტყვს და შემდგომ მის სისხლს აბყურებდნენ. სხვათა შორის უნდა ითქვას ის, რომ ეს წესი მსხვერპლშეწირვისა მხოლოდ ძველი აღთქმის საზოგადოებას არ ახასიათებდა, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ საზოგადოებას, თუნდაც ებრაელიერის ფორმაციამ და თუნდაც მას შემდეგ, ანუ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურები ძველ აღთქმაში ვინც იყვნენ, მარტო მათ არ ახასიათებდათ, იგივე წესი ჰქონდათ, გარეგნული წესი იგივე იყო ასურელების, ბაბილონელების, შუმერების, ეგვიპტელების და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ გარეგნული მსგავსება, შინაგანი, ვთქვათ, უხილავი მიზეზი იყო განსხვავებული მსხვერპლშეწირვისა, რას გულისხმობთ. თქვენ მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ ზოგადად ვამბობთ ძველ და ახალ აღთქმას, აი ეს პირობით დაყოფა, თორემ ძველშიც და ახალ აღთქმაშიც ერთი ღმერთი მოქმედებს და ერთი ღმერთია, ვინც განაგებს როგორც ძველ ისე ახალ და ზოგადად სრულად ეპოქას და სამყაროს. შესაბამისად, მსხვერპლშეწირვა რას გულისხმობს? მოკლებას და გარცემას და საკუთარი თავისუფლების მოკლებას და გაცემას და ეს ყოველთვის უნდა აღსრულებულიყო შემოსრული გულით. აი მაგალითად ძალიან კარგად ჩანს ეს კაინისა და აბელის ისტორიაში. გახსოვთ თქვენ კაინი და აბელი, კაინმა მსხვერპლი შესწირა, მაგრამ ღმერთმა არ მიიღო ის და აბელმაც შესწირა მსხვერპლი და ღმერთმა მიიღო ეს და სწორედ ამ შურის გამო მოკლა კაინმა აბელი. მაგრამ ღმერთს არ მიუღია საეკლესიო ეგზეგეზის თანახმად, ღმერთს კაინის მსხვერპლი არ მიუღია იმის გამო, რომ მან დაიწუნა კაინის მიერ გაღებული მიწის ნაყოფი და მოიწონა აბელის მიერ გაღებული, თქვათ, სხვარი. ღმერთი არ საჭიროებს, როგორც ფსალმში ბრწყინვალედ არის გადმოცემული, არაფერს საჭიროებს კაცთაგან, ვინაიდან ისედაც მის ყველაფერი მისი შექმნილია. მაგრამ მან შეიწირა აბელის მსხვერპლი, იმიტომ რომ აბელის გულით სადის მსხვერპლი მიიღო. და სხვათა შორის ეს გამოიხატა ხილულათაც, ანუ იქ წერია, რომ აბელმა ნათავარი, ანუ რჩეული ცხვარი ამოარჩია თავის ფარათაგან
ხოლო კაენმა შესწირა ასე რომ ვთქვათ ის რაც ხელში მოხვდა რიგითი ნაყოფი ანუ ამ ხილულით გამოვლდა უხილავი. აი ძალიან კარგად წერია 50 ფსალმში გური შემოსული, სული შემოსული და დამდაბლებული ღმერთთან არა. ანუ ეს იყო თავისთავად რადიკალური სხვაობა მიუხედავად რომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს წარმართული ჩვენს პირით ჩამოთვლილი ქვეყნების მსხვერპლ შეწირვა გარეგნული ხილული მხარით გავდა ძველ აღთქმისეულს, მაგრამ არსობრივი შინაგანი დამოკიდებულებით აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ წარმართულ რელიგიებში ეს უფრო იყო რიტუალისადმი ერთგულება. ესეც ძალიან კარგად ჩანს, მაგალითად, როდესაც ესე იგი აქაბის დროს ისრაელში აქაბის დროს მეფეთა სიგნებშია მოთხრობილი, როდესაც აქაბი გახლდათ ებრაელი მეფე, რომელმაც ბაალის მსახურება შემოიტანა ისრაელში და ამის გამო ის ელია წინასწარ მეტყველება ამხილა და შესაბამის ბიბლიისეული თხრობის თანახმად ორივე გააკეთა სამსხვერპლო, ანუ ტაძარი პირველი სახე ეს იყო და დაასდეს ასე ვთქვათ სამსხვერპლოები და ელიამ უთხრა მათ რომ მოდი ჩვენ ვილოცოთ და ღმერთი ჩვენი ლოცვის შედეგად ვის სამსხვერპლოზეს გარდამოავლეს ცეცხლს და დასწავს ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი და ასე ხდება და რა თქმა უნდა ელიას ლოცვის შედეგად მის მიერ აგებულ სამსხვერპლოზე დადებულ მსხვერპლი დაიწვება ზეციდან გარდამოსული ცეცხლით და ასე რატო ამბობთ ამას ამის შემდგომ უკვე განვითარდა ნელ-ნელა მიდის ეგრეთ წოდებული მოძრავი ტაძრისკენ გზა ანუ ეს უკვე გახლავთ ძველ აღთქმაში ეგრეთ წოდებული კარავი ეს არ იყო ასე ვთქვათ მყარი ფუნდამენტალური ნაგებობა ეს იყო კარვის სახე ქონდა მას და გადაადგილებდნენ მას ებრაელები როდესაც დადიოდნენ და თვითონ კარავშიც რა თქმა უნდა იყო ალაგი როდესაც კარავი იშლებოდა იყო განსაკუთრებული ალაგი მსხვერპლ შეწირვისთვის და ამის შემდგომ უკვე პირველი ტაძარი ააგო სოლომონმა დავითი იყო პირველი რომელსაც გაუჩნდა სურვილი ტაძრის ასაგებად და სხვათა შორის ღმერთი მას ეუბნება რომ ნუ თუ მე შენ ამიშენებ ტაძარს სადაც მე თუ მე კედრის სახში უნდა დავიმკვიდრო ანუ აქ მინიშნებულია ის რომ ტაძარი მართალია ღვთისმსახლად ითქმის მაგრამ ეს არ ნიშნავს ის რომ ღმერთი გარშემოზღუდულია ტაძრის თქვათ არქიტექტურითა და ფორმებით და აი ამის შემდგომ უკვე სოლომონის ტაძარი შენდება და შენდება სამსხვერპლო იქ აღწერილია კიდე გრანდიოზული სამსხვერპლოს აშენებს სოლომონი და შესწირავს კიდეც ღმერთს ხვერპლს და ამის შემდგომ ყველაფერი მიემართება ახალი აღთქმის ტაძრისკენ. დიახ, და რას ვიტყოდით თავად აი ახალი აღთქმის ტაძრის შესახებ და უფრო კონკრეტულად რომ დავსვათ კითხვა როგორ უკავშირდება ის დაკავშირებულ ღვთისმსახურებას. დიახ. ახალ აღთქმაში ტაძარი უკვე განიხილება განსხვავებულად ძველი აღთქმიდან რას გულისხმობთ? ტაძრად უკვე ითქმის ერთი მხრივ განკაცებული ღმერთის სხეული და მეორეს მხრივ ადამიანთა სხეულები. რას გული აი მაგალითად თქვენ მოგეხსენებათ სახარებაში არის ასეთი პასაჟი, როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან, უბრალოდ მაცხოვარ მიანიშნებენ იერუსალიმის ტაძრის მაშინდელი სოლომონის ტაძრის დიდებულებას და მაცხოვარი მათ ეუბნება რომ დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე 3 დღეში აღვადგენ მას და აქ უშუალოდ მიუთითებს მახარებელი და შესაბამისად ეგზეგეტები რომ აქ მაცხოვარი გულისხმობს საკუთარ სხეულს ანუ საკუთარ სხეულს ის ტაძარს უწოდებს და მეორე მხრივ პავლე მოციქული რომელიც ადამიანებს ეუბნება რომ ჩვენი სხეულები უნდა იყოს ტაძარნის სულისაწმედის ანუ ის ალაგი სადაც სულიწმიდა დაემკვიდრება ჩვენ უნდა გავყოთ ორი ტერმინი ერთმანეთისგან ტაძარი და ეკლესია ну ხშირად ამას ერთ კონტექსტში იყენებენ ხოლმე რაც არასწორია იმიტომ რომ ტაძარი როგორც უკვე მოგახსენეთ ეს გახლავთ ნაგებობა საგანგებო ნაგებობა ხოლო ეკლესია ეს გახლავთ ქრისტეს მისტიური სხეული რომლის შემადგენელი ნაწილიც ვართ ჩვენ ეკლეოს თქვენ მოგეხსენებათ ბერძნულად ნიშნავს კრებულს და ჩვენ ეკლესია ვართ ყველგან. აი მაგალითად როცა მაცხოვარი ამბობს რომ სადაც 2 და 3 შეიკრიბება ჩემი სახელით მეც იქ ვარ მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს რომ აქ იგულისხმება ეკლესია. ანუ ნებისმიერი ადამიანი რომელნიც შეიკრიბებიან და ღვთის შესახებ გულშემოსვლილნი ან საუბრობენ ან თქვა რაღაც ღვთის მადლქვეშ არიან ეს უკვე ეკლესია. თუმცა უკვე ახალი აღთქმის შესაბამისად ახალი აღთქმის ნაგებობა ტაძარი
ეს ზოგადად ესე ნებისმიერი არქიტექტურული ნაგებობა აგებულია იმ შინაარსის შესაბამისად თუ რისთვის ააგეს ის, ხო, მაგალითად თუ არქიტექტორი აგებს მაგალითად საავადმყოფოს შენობას, ის ითვალისწინებს სპეციფიკას თქვათ, არა, რაც ხორციელდება და ასე შემდეგ. და თავისთავად ხადია სატაძრო ნაგებობას როცა შენდება, იქ ტაძარში გათვალისწინებულია აბსოლუტურად ყოველივე ის, რაც ღვთისმსახურებისთვის არის საჭირო. თუმცა ამაზაც გარკვეული ფორმაცია გაიარა, თქვენ მოგეხსენებათ პირველი ტაძრები ეს გახლავთ ბაზილიკური ტიპის ტაძრები, რომელიც ნავის სახისაა და ამისი ფორმა აღებულია სწორედ კიდობნის ფორმიდან და კიდობანთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კვიპრიანე კართაგენელის განმარტება, რომელიც მაგალითად ამბობს, რომ როგორც მხოლოდ კიდობანში მყოფნი გადარჩნენ, ასე გადარჩებიან ისინი, რომელნიც ეკლესიის სიახში არიან. სწორედ ამ იდეის ხორჩესხმა ბაზილიკური ფორმა, რომელიც შემდგომში მოგვიანო პერიოდში უკვე გუმბათოვანი ტაძრებიც, ბაზილიკურიც აგრძელებს განვითარებას, მაგრამ გუმბათოვანი ტაძრები შემოდის, გუმბათი უკვე ზეცას განასახიერებს, საღვთო ტახტს განასახიერებს. იცით, აი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტაძრის სახისმეტყველებაზე, აქ უნდა თქვა ჩვენ რომ შესაძლოა, ანუ ტაძრის არქიტექტურული ნაწილის ინტერიერის და ექსტერიერის მორგებულია ღვთისმსახურებას. შეიძლება ღვთისმსახურების კონკრეტულ ნაწილში რაღაცა კონკრეტული დეტალი აღნიშნავდეს ერთს, ხოლო მეორე ნაწილში მეორეს. მოკლედ რო ვთქვათ, თანამედროვე ქრისტიანული ტაძარი ყველას მოეხსენება იყოფა ორ ნაწილად, ხო, ეს გახლავთ საკურთხეველი და ეს გახლავთ ის ადგილი, სტოვა ეგრეთ წოდებული, ანუ ის ალაგი დარბაზი ეგრეთ წოდებული, სადაც საზოგადოება დგას და იღებს მონაწილეობას ღვთისმსახურებაში. თუმცა ძველი აღთქმის ტაძარი იყოფოდა სამ ნაწილად, ეს იყო წმინდათა წმინდა და ეგრეთ წოდებული ეზო არა დღევანდელი გაგებით, ეს ეზო იყო ტაძრის არქიტექტურული ნაწილის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. წმინდათა წმინდა დახშული იყო, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ძველი აღთქმის პერიოდში დახშული იყო სამოთხის კარები, ხოლო ახალ ის რაც ძველ აღთქმაში იყო წმინდათა წმინდა, ახალ აღთქმაში არის საკურთხეველი. დღეს თქვენ მოგეხსენებათ, რომ ღვთისმსახურება საკურთხეველში აღესრულება. რატომ? იმიტომ რომ ახალ აღთქმაში უკვე გახსნილია ცათა სასუფეველის კარები. აი ეს კანკელი და იქ კრეცამელი, რომელიც ძველ აღთქმაში იყო და კანკელი, რომელიც ახალ აღთქმაშია, განასახიერებს ზღუდეს ცასა და მიწას შორის. და ამავდროულად კავშირს ცასა და მიწას შორის. ახალ აღთქმაში უკვე ეს არის კავშირი, ანუ ჩვენ ვდგევართ პირით აღმოსავლეთისკენ, ხო ასე, როცა დასავლეთიდან შევდივარ, ეხლა არის ტაძრები აქვს შესასვლელი სამხრეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც, მაგრამ მთავარი შესასვლელი ქრისტიანულ ტაძრებს აქვს დასავლეთიდან. ანუ ჩვენ დასავლეთიდან მივდივართ აღმოსავლეთისკენ და ძველი აღთქმის ტაძარში პირიქით იყო წმინდათა წმინდა იყო დასავლეთ მხარეს და ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, იმით ჯერ ერთი ის რომ სახისმეტყველებით ის რომ სამოთხე დახშული იყო და ჩვენ გამოვიდევნეთ აღმოსავლეთიდან, ანუ სამოთხე ითქმის აღმოსავლეთად, ვინაიდან წერია რომ ღმერთმა გააშენა ბაღი აღმოსავლეთით და ანუ საიდან საღვთო ბრწყინვალება ამოდის და ჩვენ როდესაც დასავლეთიდან შევდივართ აღმოსავლეთში პირიქით გაიხსნა ეს სასუფეველის კარები და მივილტვით მისკენ. ამას სხვა მიზეზის ჰქონდა, მაგალითად წარმართულ ტაძრებში ძალიან ხშირი იყო, წარმართულ რელიგიებში ძალიან ხშირი იყო მზის ღვთაების კულტი. და ძველ აღთქმაში დასავლეთით განლაგება საკურთხევლის, ანუ წმინდათა წმინდას ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ არ ყოფილიყო აღრევა წარმართულ რელიგიებს შორის. გარდა ამისა, მოგეხსენება თქვენ რომ საკურთხეველში მთავარი ალაგი, საკურთხეველი მთავარი ალაგია ტაძრისა, მაგრამ საკურთხეველში მთავარი, კიდევ უფრო მთავარი გახლავთ ტრაპეზი, სადაც უშუალოდ აღესრულება ღვთისმსახურება, ანუ რასაც ჩვენ საუბრობთ, სხვებს შეწირვა, ხო, ანუ როდესაც ეს საიდან იწყება, კარგად მოიხსენება ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას, იწყება სამკვეთლოდან, ანუ როდესაც წირვა ღვთისმსახურებას გულისხმობ შემთხვევაში იწყება პრისკომიდიით, ანუ კვეთით, რომელიც აღესრულება სამკვეთლოში, რომელიც არის სახე ერთი მხრივ ბეთლემისა, მეორე მხრივ ქრისტეს ჯვარცმისა, ვინაიდან იქ დაიკულის პირველად ტარიგი. შემდგომ ტრაპეზი რის სახეა? ტრაპეზი თუ შეიძლება ასე ითქვას, რამდენიმე სახისმეტყველებით დატვირთვას აქვს. ერთ-ერთი გახლავთ, რომ ის არის საყდარი, ანუ ტახტი, სადაც უფალი დაივანებს. მეორე ეს არის სამსხვერპლო, სადაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირება და თქვათ კიდევ ერთი განმარტება ტრაპეზისა გახლავთ ის, რომ ეს გახლავთ საღვთო მადლის სავანე და ის ლოდი
სადაც ქრისტე დაკრძალეს, ანუ საფლავის ლოდი, სადაც დაიდო ქრისტეს სხეული. აქ უნდა რადიკალურად განვთქვათ ერთი რამ. თუ კი ძველი აღთქმის პერიოდში მიღებული და დაკანონებული იყო სისხლიანი სხვებს შეწირვა, ახალი აღთქმა და შესაბამისად იყო აგებული ძველი აღთქმის სამსხვერპლო და ტაძარის და სამსხვერპლოც შესაბამისად, ახალ აღთქმაში უკვე არის უსისხლო სხვებს შეწირვა, როდესაც პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად, თანაც ვინ არის შემწირველი? აი ჩვენ როდესაც საიდუმლოსებს ვკითხულობთ სასულიერო პირნი წირვისველობისას, ერთ-ერთი აი რომელი ქერუბიმთა საიდუმლო საკითხავში არის ასე სიტყვები, ჩვენ უფალს მიმართავთ, უფალო შენ ხარ შემწირველიც და შეწირულიც, ანუ ის ვინ წირავს და ის ვინ შეიწირება. შესაბამისად აი ეს ალაგი უკვე განკუთვნილია უსისხლო სხვებს შეწირვისთვის. და კიდევ ერთხელ უნდა დავუშვათ ჩვენ ის რომ საკურთხეველში და არა მარტო საკურთხეველში, ტაძარში ყველა დეტალი ემსახურება აი ამ იდეას. აი ჩვენ თქვით საკურთხეველი, ჩვენ თქვით დარბაზი თქვათ, ხო? კანკელი თქვით. თუნდაც ფრესკული მხატვრობა თქვათ, რომელიც ამშვენებს ტაძარს, ეს რისთვის არის თქვათ, რომ ადამიანი მაქსიმალურად ჩართოს ღვთისმსახურებაში. ცოტა მოგვიანო პერიოდში, როდესაც ასე თქვათ როდესაც განვითარდა იკონოგრაფიული მხატვრობა, ძირითადად ეს ასე რომ ვთქვათ, ეს პერიოდი მიეკუთვნება, როდესაც დღესასწაულები ჩამოყალიბდა ეკლესიის ისტორიაში, გულისხმობ 12 საუკუნის დღესასწაულს, შეიქმნა შესაბამისი ლიტერატურას და შესაბამისი იკონოგრაფიას. როდესაც ჩვენ ახლა ტაძართა უმეტესობაში მთავარი, ასე რომ ვთქვათ, იკონოგრაფიული სქემის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლავთ 12 დღესასწაულის გამოსახვა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი რომელიც შედის ტაძარში და ადამიანის ცნობიერება უნდა ჩაერთოს ღვთისმსახურებაში და ღვთისმსახურება განუყოფელია, რა თქმა უნდა, არათუ განუყოფელი საფუძველ ის წარმოქმნილია სახარებისეული სწავლების საფუძვლებზე, ხო? ანუ სახარება რა არის? განკაცებული ღმერთის ღვაწლის შესახებ თხრობა და თუ ეს, ასე ვთქვათ, ვიზუალური მხარეც კი ამას ემსახურება. ხოთაშორის ესეც უნდა ვთქვა ჩვენ რომ თქვენ მოგეხსენებათ ტაძართა უმეტესობა აშენებულია ან მთაზე, ან რაღაც გამოყოფილ ალაგს თქვათ დასახლებული პუნქტიდან, ეს არ ხდებოდა მარტო ასე რომ ვთქვათ იმისთვის რომ კარგი ხედები ყოფილიყო, ეს საერთოდ მეორე და მესამე ხარისხოვანია. რატო ხდებოდა ეს? იმიტომ რომ ადამიანი უნდა დაშორებულიყო ამ ქვეყნიურ ვთქვათ ამავებას, ამ ქვეყნიურ ზრუნველობას და ის უნდა ამაღლებულიყო ღმერთამდე. აი, როგორც ფსალმოში წერია, რომ ვინ აღვიდებს თასაუბრისას, ანუ ვინ დაადგეს ადგილსა წმინდასა მისსა, უბრალო ხელითა და წმინდა იგულით. ანუ ის, ვინც მთაზე ავა, და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სახისმეტყველ, ანუ სიმბოლურად, რომ როდესაც მთაზე ამ ჩვენი ცნობიერება ტოვებს ამ ქვეყნიურს და მიდის იმ სივრცეში, რომელმაც ის უნდა აზიაროს ზეცას. ეს არის ყველაზე მთავარი, ესე იგი, რაც ვთქვათ, რაც არის ტაძრის ფუნქცია და ერთსაც ვიტყვით ამ კითხვასთან დაკავშირებით, რომ აი, გახსოვთ თქვენ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ასეთი ალაგი, როდესაც გრიგოლ ხანძთელი აფხაზეთში, მაშინ აფხაზეთი მოგეხსენებათ დასავლეთ საქართველოს ერქვა ჩადის და ძალიან უნდა მაშინდელი აფხაზეთის მთავარს რომ ტაძარი ააშენოს და გრიგოლ ხანძთელი ეძებს ადგილს და პირდაპირ და ცალსახაწერია შესაბამის წყაროში, რომ ის მას არ მოწონს არც ერთი ადგილი და ბოლოს ძალიან დიდი თხოვნით შედეგად ის აირჩევს იმ ადგილას, სადაც დღეს უბისის მონასტერია და აღაშენებს. ანუ აქედან ჩანს თუ რა ტაძრის შენებლობას და ტაძარს ზოგადად რამდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მამა გიორგი, სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში მრავალი დანგრეული ტაძარია, ვისაუბრეთ ტაძრის მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე ვთქვათ, თუ რატომ მუშობს უფალი იმას, რომ ტაძრები იყოს დანგრეული, თუმცა ჩვენ ასევე გადმოცემებით და ფაქტებით ვიცით, რომ დანგრეულ ტაძარზე, როდესაც ინგრევან, თუნდაც ჯვარს ეხებიან, თუ რა ხდება შემდგომ და როგორი ბედი ეწევათ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დანგრეული ტაძრის მეშვეობით შემდგომ რაღაც სარგებელს ნახულობენ. რა თქმა უნდა, დროებით სარგებელს, რა თქმა უნდა, აი აქვე ამ ძალიან საინტერესო და სწორი აქცენტი დასვით თქვენ, რომ ის ვინც ამას ადასტურებს სოფლიო ისტორია, მან ვინც ტაძარი ხელყო, ზოგადად ღმერთში, იმიტომ რომ ის ვინც ტაძარს ებრძვის ღმერთს, ვინც ეკლესიას ებრძვის, აი კვიპრიანი კართაგენელი კარგად ამბობს, რომ ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა. ანუ ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქრისტეს ბრძოლა. ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია, არავის გაუმარჯვია ამ ბრძოლაში. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ შეიძლება მცირედით იმ მომენტში ისარგებლოს ადამიანმა ისის ღვთის დაშვებით, მაგრამ აუცილებლად აღიზრება ყოველ ადამიანზე სასჯელი თუ რა თქმა უნდა არ იქნება მონანიებული, თორე სინანული ყოველივე ცოდვას წარხოც. რაც შეეხება ამ საკითხს, დიახ, ჩვენ ხვდება ძალიან ბევრი დანგრეული, გაუქმებული მეჩეთად მაგალითად გასულ წელს გახდით ისტორიულ კონსტანტინოპოლში, სადაც ყველა კარგად მოიხსენება, მეც ვიცოდი, მაგრამ თვალით სახილველად ძალიან რთულია, როდესაც იმ ტაძარში, სადაც ივანე ოქროპირი წირავდა და არა მარტო ის, ძალიან დიდი წმინდა მამები, დღეს მეჩეთია, გულისხმობდა აია სოფიას. აი ამაზე პასუხი ყველაზე კარგად ალბათ ჩანს იგივე სოლომონის ტაძრის აგებისას. როდესაც სოლომონი ტაძარს ააგებს და ხდება მისი სატყბურება, ანუ კურთხევა, ღმერთი სოლომონს ეუბნება, რომ მე აღვაშენე, მე მოგეცინება, შენ აღაშენე ეს ტაძარი, მე შენ გაკურთხებ, ვაკურთხებ ყველა შენ შთამომავლობას, მაგრამ თუ კი შენ და შენი შთამომავლობა განმიდგებით მე და შეუდგებით უცხო ღმერთებს და ურჯულობებს ჩაეფლობით, მე და ასე უნდა ვთქვათ, მე დავანგრევ ამ ტაძარს და სასაცილოდ გაგხდით წარმართების თვალში, ვინაიდან ასე ამბობს, რომ აი წარმართები, რომელნიც შეხედავენ დანგრეულ ტაძარს, იტყვიან, რომ შეხედე როგორ მოექცა მათ უფალი ღმერთი მათი. ანუ ეს რას ნიშნავს? რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტაძარი არის ნაგებობა და ტაძარში თუ კი ბრეული ღვთისმსახურებით არ განემსჭვალება, მხოლოდ შენობა მხოლოდ ნივთება ადამიანს ვერ უშველეს. ხოთაშორის ძალიან კარგად არის იგივე ზვალახტბაში, როდესაც ერთხელ ფილისტიმელებთან ბრძოლისას ებრაელები გადაწყვეტენ მაშინდელი ელი მღვდელმთავარი და მისი შვილები ოფრი და ფინეზი, რომ ბრძოლაში გაიტანონ აღთქვის კიდობანი, ისე რომ ღმერთს არ ეკითხებიან და მათ გონიათ, რომ აღთქვის კიდობანი, რომელიც მართლა ძველი აღთქვის ყველაზე დიდი სიწმინდე გახლავთ, რომ მათ უშველით, მაგრამ ხდება პირიქით, ისინი მარცხდებიან და აღთქვის კიდობანს ფილისტიმელები გაიტაცებენ და ბრძოლაში ხვდება ორივე და შემდგომ მათი მამაც ელის, რომელიც გაიგებს ამას, თავადაც გარდაიცვლება და ნუ შემდგომ კი ბრუნდება ეს აღთქვის კიდობანი დავითი აბრუნებს, მაგრამ რას გულისხმობს ეს, რომ არასწორი დამოკიდებულება ნებისმიერი სიწმინდის მიმართ. ტაძარი იქნება ეს თუ ნებისმიერი სიწმინდე ადამიანს სარგებელს კი არ მოუტანს. არამედ შეიძლება დასაჯელად იყოს მისი ოღონ არა იმით, რაღაც ჩვენ ზიარებას როცა ზიარება ხო ყველაზე სიწმინდე, თავად ქრისტეს ვეზიარებ. ხო, რატო ვკითხულობ ზიარების ნალოსებში, რომ ღმერთმა ღირს ყოს ამისა და არ დაგვსაჯოს ჩვენი უღირსების გამო. ანუ დამსჯელი არ არის სიწმინდე, დამსჯელია ჩვენი უღირსება. ამიტომ აი თქვენ რაც აღნიშნეთ იმ კითხვის პასუხად უნდა ითქვას ის, რომ ტაძარს ნაგებობას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც იქ ღვთისმსახურება აღესრულება. თუმცა რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ის უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ტაძარი იყო, ის სამუდამოდ ინაჩუნებს სიწმინდეს და ამიტომაც ითვლება ტაძარი და იწოდება ასე ღვთისსახლად. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი მობრძანებისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და განხილვისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ციონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალონიძე.